Dandy. Arjuni. What? Ekise tivitro kali goria. Esa იგით ხე აი. რა. დათოს ოკიტაშვილის ინტერვიუ. მეგაზე რო ეკითხებენ არც. ეკითხება იცი. ანა ეკითხება ისავრაკე. მეგა 2002 ჩატარდა წესით არ უნდა მოგწონებოდა. თუ ცდები რომ დათოეუბნება არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან შეიძლება იყო ბევრ ახალგაზრდას გული ვატკინო. რატო? თუმცა ადრე ასე არ ვთხილობდით, საკმაოდ პირდაპირ იყავით. კი, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, როგორ შეიძლება თემურ თათარაშვილი და მაია ჯაბუა არც ერთ ნომინაციაში არ იყვნენ გამარჯვებული. გასაგებია რა დონეზეც ჩატარდა. გიждები მაგკაცის აზროვნებაში. აბა ის სად არის? მე ფარიძის სტატია როა. ვერსიაში იყო. ო. ესა? მუსიკის გაკვეთილი? ხო, აიგე. არჩი ჟურნალისტობა არ შეიძლება. osmani. 22 აპრილი. ერთ დროს ვაკომუნისტი ბავშვი ვიყავი. და პირველი ისანი სამგორი. რომელი საათია? 11:20. საერთოდ მე რედაქცია. ის მაგიდა არის, ჩემი ბავშვობის მაგიდა. მე ვიყავი 7 წლის, სკოლაში შევედი და საჩუქრად მომიტანეს. უბრალოდ მამა ჩემო მაჩუკა, დღეს ჩემი შვილი ზის აი მაგიდანს და მისი სამუშაო მაგიდა. ეხლა მე წავედი. და dreams Bessuca. Arina, ჩემი მასალები იქნება ხვალე. კი. დღეს დავწერ ღამე. და ხვალე იქნება დილით. შემთხვევა ქართულში. ეს სტატია რო გამოვიდეს, აცა ამავე მოხდება. შევიდე თუ ვერ შევიდე ახლა? მაგის სამაბილო. აია. ეხლა ვერ 2 წუთში. ო დროზე რა. რამდენი წელი მე შეზრულებოდა? ლენის, ხო ვიცი. ხლა. სიკვდილიდან პირამიდები. არა, სიკვდილიდან არა. 1860-ში დაიბადა. შენ
ინტერნეტში შევდივართ, ტელეფონი არ აიღოთ. ესეთ მე არა ვიყიდებ. აიცი. შეგნებულად. ვინ? არა, აქ დამხვდა იმაში შადებული. კრიტიკული წერილი. არის? ეს იმისის არის. გუშინ კიდე გამოცვალე. ასე რაღაც რაღაც გაუძლო. არა, ფაქტია რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობს 20 საათი ვიღაცა ზის და მუშაობს ოფიციალურად ჩემი პაროლი. ყოველ დღე. ხო, მაგრამ ნუ დამირეკეს და შენ მაინც არ გეთვლებოდა, ეხლა ჩვენ გამოვიკლოთ საიდან არის მოპარული ეპაროლიო რა. დაზე ვინ აქვს ე? შტონა რაღაც ვიყავს. ხუჯაძე? ხდება ჩვენ სამგე. დაზე ვინ? ხუჯაძე? ხუჯაძე სულათი მეტი არ არის ელექტრიაში? აი მეგა, აი. ის რა ქვია? მეგა 004 მე ამოვალ კიდე, თქვენათი მოვით. შენ კოლგას მიხედი აქტორი შეიძლება გაშრავ. გადაშრეს ეს კოლგა. Kaldı şuraya. არაფერი, როასთან დაკავშირებით მინდოდა. როა მაის საღამოს 15 საათზე ბაჩულა საუნდის ტურნეს მორიგი ეტაპი იქნება კინიზელთა მინდორისში. ორი მე მედიორ ფოტოგრაფია 30-ში ჭიათურაში პირველში ზესტაფონში ფოტოები რა ისე არის? არა, ხო, რა თქმა უნდა. აა შემოვიდა. ე ბატონო. სვარა არა ეს ჯობია სლამაზი. ციგნები შემოსაგრავი? ორთალი ასეთი. სადა. და ამე ესეთი არა. აი პრეზენტაცია თუ გავაკეთებინოთ, ალბათ ვერ გავაკეთებ. შეიძლება გავაკეთო და თუ გავაკეთე და არა გავაშუქო ჩაბათის ნომრა. ჩაბათის ნომრა. აი.
ეს არის ჩემი პირველი ხელით ნაწერი ჟურნალები, ესეთი სახის იყო, ხელით იწერებოდა და შემდეგ xerox-ი იბეჭდებოდა. ისე რიგდა, ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, გამოცემა, ილია ერქვა სახელად 88 წელს გამოვიდა, ფორბსტები 8 მარტს, ხო. იბეჭდებოდა xerox-ზე, ხო, აი ეს უკვე სერიოზული, ასე ვთქვათ, ბოლოს ცოტა სერიოზულ დროს გაკეთებული გულნადები. რეპორტაჟები კეთდებოდა ხოლმე, ეს აფხაზეთიდან ჩამოტანილი რეპორტაჟი. და არაფორმალურ ორგანიზაციებს ჰქონდათ გამოწერილი ეს ყველაფერი 7-8 წელი. და ისინი მუდმივ საქმის კურსში იყვნენ, ეს დიდი არქივია. ვაი. ის კოლექცია, რომლის გულისთვისაც მე თავისუფლებას ლენინი დღეს დაბადების დღეა ლენინის. თავისუფლებას ვაძლევო. მეტი თამაში არა. მეტი თამაში რა შენ რა გითხარი? აი მე სხვა თამაში. აი სულ ასეც სამბავშვო, ამირებს, დამირებს. გამოდი. დაბავთვის. ხო, ეს ნუმიზმანტობა. არ უბრალოდ ეს ფილატელისტობა და ეს კიდე ნუმიზმანტობა სად არის ჩემი ხამო ის რეპორტაჟი. მოდი ბაჩუმიცა. რაღაცა ნაწილი აი აქ არის, ხო? რაღაცა ნაწილი, რომელიც რკინის ფულებს მოიცავს, ასე ვთქვათ. არის ძალიან არც თუ ისე ცოტა. სხვადასხვა ზეგა მე განახებთ ერთ ძალიან ისტორიული სია. ეს არის სიები 10,000-ობით ადამიანის ხელმოწერა აქვს დაფიქსირებული. ეს როცა მე ვიწყებდი 90-იანი წლების დასაწყისში სიყვარულის დღის ეგრეთ წოდებულ გამოცხადებას, როგორც ახლა მაბრალებენ, მე მთელ საქართველოში ჩავატარე, ასე ვთქვათ, სადასტურო დოკუმენტაციის შეგროვება, რომ ყველა თანახმა იყო იმისა, რასაც მე ვაკეთებდი და ეს სიები დღემდე ვინახავ თავისი მისამართებით, დაბადების წლებით და ამას ვეძახი ერის ხმას, რითაც მე შეიძლება ძლიერი მერქვას. ხალხის ხმა. მუშაობთ მგლებო დაგდები? მუდები. მუშაობთ? ზდიონ, ვერ დამეწებია. ცალკე რესპუბლიკაში იქნა. რესტორანია ცალკე? კაკაია? ათით განმოვალ, უფრო ბევრი შემხვდება მარტო ხო? დანიკო ხაზარაძე მომღერლის კარიერას ჯაზური კომპოზიციებით იწყებს. კარგი. აუკრატის ზესტაფონის ამბავი. მაგრამ როგორ ჩამოწეროთ, იცი?
ჭიათურა. ჯერ ჭიათურას ის მოვაგოთ, ესე იგი 30 აპრილი. 30 აპრილი ჭიათურა. დილით უნდა გავიდეთ აქედან 10 საათზე. 10:00. 10:00 საათზე. კონცერტი არის იქა 4 საათზე. 4-ზე დავნიშნეთ, ხო? 16 საათი და 00 წუთი. 16-ზე რო დავიწყებთ კონცერტს, ხო? 16-ზე რო დავიწყებთ კონცერტს. ყოლადი. დაიხა. მაგარი დანგრეული გზები კი ამან იქიდან მოგვიწევს. ზესტაფონში რომ საათს გვაქვს დაგეგმილი კონცერტი? ზესტაფონში არის, ეხლა გეტყვი, ზესტაფონში უთხარი მე 5 საათზე. 5 საათი რა. მაგრამ ზესტაფონმა გამავფრთხილა რომ მეორე კონცერტი მოგიწევთ კიდევ. დარბაზი არის პატარა 350 კაციანი. აბა კარგად. ეს ვინ არის, მამა? შევარდნაძე? შევარდნაძე. ვისი პრეზიდენტია? უკბილო. ეს ვიჯრა ინახავს თელ ისტორიას. აი ეს არის ევეძახი ამას გაზეთების მუზეუმს. საქართველოში რაც კი გაზეთი გამოსულა 1988 წლიდან, ხო? იმისი ერთი ნომერი მაინც რო არ მქონდეს, მე გამორიცხულია. თეორიული შანსიც არ არსებობს მაგისა. და მაქვს აი დროებაც კი მაქვს ასე ვთქვათ. ის ამოშვებული გაზეთები, რომელიც ეროვნული მოძრაობის დასაწყისის პერიოდს მოიცავს. ეს აბსოლუტურად თითო ეგზემპლიარი მაინც იქნება. ეს ქართული აზრი, ეს არის 90-იანი წლების დასაწყისი. ფურცლებად იბეჭდებოდა, ეს გაზეთი იბეჭდებოდა სულ თუ არ ვცდები 100 წელი და მათგან ერთი აუცილებლად მე მქონდა ყოველთვის. ძალიან მომაყოფავთ. მინახავს ათითაოთ ყველაფერს. ვაგრილებ, ვანიავებ და ბაჩოს უნახავ, ხო მამა? თუ არ გინდა შენი ზეგასტო. შენ მიკროფონს შეგინახავ და ჩანაწერეს ფოლკლორისას და ხალხური. ხო? ხოჯობია? კი. აი ასე. წერტილი. წერტილი დავსვი ბოლოს. ნახოთ, წერტილი. ეხლა ახალი ხაზი დაიწყოთ, თქო, ჯერ მოისმინე კითხვა. ისე რა ქვია, როგორ მოექცა სპილო ბავშვს? და ასეთი ოპროსი ბავშვი ხორთუმი ფრთხილად დაიყვანა. აბა, კარგად იყავით, დიდი მადლობა. შაბათ შევხვდებით. კარგად.